ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე გაგვანთავისუფლეს სამსახურიდან ისე როგორც ასე როგორც დაგვიბარეს, მაშინ 6 თვიანი ხელშეკრულებით ვიყავით მოსულები და 6 თვიან ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი. ეხლა უკვე 2 თვე გავიგდა და ბრძანებულება მოვიდა საღამოთი, რომ განთავისუფლებულები ხართო სამსახურიდან. რამდენი თანამშრომელი გაგათავისუფლეთ? 8 თანამშრომელი. დიახ, აი ახლა სხვაებიც არიან გაფიცულები, რას აპირებთ და რა არის თქვენი საბოლოო მოთხოვნა? რომ ახსნა განმარტების გარეშე რატო გაგვანთავისუფლეს და რას ნიშნავს ეს? ექიმ ლაბორანტი, მუშაობ ხობის კლინიკო-დიაგნოსტიკურ ლაბორატორიაში, ვართ 3 ექიმ ლაბორანტი და 2 ექთანი. ლაბორატორია ემსახურება 5 სახელმწიფო პროგრამას. ყველა დაზღვეულ პაციენტს, ასევე თვითდინებით შემოსულ პაციენტებს, რაც საშუალო თვეში 1000-1200 ანალიზია კეთდება ამ თვეში. აქედან შესაბამისად ეს არის 10,000 ლარი და 12,000 ლარი. აქედან ლაბორატორიის მედპერსონალზე იხარჯება 420 ლარი. და რამდენი შეადგენს დღეობით თქვენი სახელმწიფო განათლება? 64 ლარი. დარეგულირდეს ხელფასები, ექიმების ძალიან ცუდ მდგომარეობაში არის. ყველა იტყვის ალბათ თავის ექთნები, სანიტარიც. ჩვენ ლაბორატორიაში არც სანიტარი გაგვაჩნია, არც რეგისტრატორი, იმიტომ რომ არ უხდიან თანხას, რეაქტივებს არ გვაძლევენ თავის დროზე. საჩხვლეტი ნემსები მოვაქვთ, რადონის იცით, არ ვიცი ალბათ 2 თეთრის გულისთვის ალდაგი არ გვაფინანსებს. პასუხი იცით რა არის? არ გაწყობთ, მიბრძანდით სახლში. რატომ განმანთავისუფლეს? მე რის საფუძველზე? მე ყველანაირი ლიცენზია მაქვს, სერტიფიკატები მაქვს, გავლილი მაქვს 6 თვიანი კურსები. აქ იყვნენ ჩაგვიტარეს ტესტირება, ყველანაირი ტესტირება, ყველანაირი მაღალი ქულები მიღებული მაქვს და მაინტერესებს ალდაგის კლინიკამ მე რატომ ვიყავი პედიატრიული უბნის კაბინეტის მედდა. პედიატრიული კაბინეტი არის ხობში 1. ვემსახურებით აგერ 500-მდე ბავშვს. ყველა ბავშვს უნდა 800 ბავშვს. ყველა სჭირდება მეთვალყურეობა. ნუ თუ შეიძლება ასე უპატრონოთ ბავშვების მიყრა მოყრა. არა, ჩემთვის საერთოდ მოვიდა ჩვენი აზა საჯაია შემოვიდა და მოვიდაო ბრძანება გაგან თავის. ჩვენთან არც თათბირი ჩაუტარებიათ არაფერი და არც უთქვამთ რომ წადით სახლში. გუშინ 4 საათზე მოვიდა ასეთი ბრძანება, რომ ხელშეკრულების ვადის დამთავრებასთან დაკავშირებით განთავისუფლებული ხართ სამსახურიდან. მოგთხოვეს ამ ბრძანებაზე ხელის მოწერა, მაგრამ მე ამ ბრძანებას ხელი არ მოვაწერე. და გითხრათ მიზეზი რამე აგიხსნეს ან მიზეზი არაფერი არ უთქვიათ. დღეს გამოიწერა ქვითარი 0 თეთრით. სექტემბერში დაიწყო 20 ლარიანი ქვითრებით, მერე გადავედით 14 ლარიანზე, მერე 10 ლარიანზე და დღეს 0 ლარიანი ქვითარი გამოიწერა, როგორც მე კარდიოლოგმა ისე უნდა ჩაუტარო თურმე კონსულტაცია პენსიონერებს, უმწეოებს 0 თეთრად. და გვეუბნებიან რომ გექნებათ მოჭრითი ხელფასი, რომელიც ალბათ წარმოადგენს ეს მოჭრითი ხელფასი. აი ჯერ თათბირი არ ქონია, მაგრამ სავარაუდოდ 100 ლარზე მეტი არ იქნება. და ჩვენ დღეში ვღებულობთ ზოგჯერ, როდესაც ეს უკვე მით უმეტეს, რაც ეს პენსიონერების ისი დაემატა პოლისები 20 ამონტყოფი მაინც 10-დან 20 ამონტყოფამდე ვღებულობთ ყოველდღიურად და ხა 0 თეთრად კონსულტაციის ჩატარება ნებისმიერ ექიმს გაუჭირდება. გაურკვევლობა გამოიწვია იმან, რომ მოვიდა შტატების შემცირება, მაგრამ აქ საქმე იყო იმაში, რომ სექტემბერში ახალი სამედიცინო სადაზღვევო პროგრამა, როდესაც ამოქმედდა, ჩვენ დამატებით გვყავდა აყვანილი ხალხი, დიდი რაოდენობის პაციენტების დარეგულირების მიზნით. სექტემბრის შემდეგ აღარ არის ამდენი პაციენტი და აღარ არის საჭიროება, რომ აი ეს მოყვანილი ხალხი ისევ იყოს. და დროებით მოხდა იმათთან ხელშეკრულების შეჩერება. ანუ აღარ უგრძელდებათ და გადავიდნენ სარეზერვო მუშაობის პირობებში ისინი, ანუ რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სიტუაციის შემთხვევაში, როდესაც კლინიკის აუცილებლობა მოითხოვს, ისინი კვლავ გამოძახებული იქნებიან და არავითარი პრობლემა არ ექნება.